ელენ უაითი, ქრისტეს იგავები. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ. ქრისტე საუბრობდა დროის იმ მონაკვეთისა და განსაცდელის შესახებ, რომელიც ყოველ მორწმუნეს უშუალოდ მისი მოსვლის წინ დაუდგება. სწორედ ამ მოვლენებს დაუკავშირა მან იგავი იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ. ერთ ქალაქში იყო ერთი მსაჯული, ღვთისა არ ეშინოდა და ხალხისა არ რცხვენოდა. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი. მივიდა მასთან და უთხრა: დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან. დიდხანს უარობდა. მერე თავისთვის თქვა: მართალია, ღვთისა არ მეშინია და ხალხისა არ მრცხვენია, მაგრამ რა კი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს? დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და თავი არ მომაბეზროს. თქვა უფალმა: გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული? განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ და არ იქნება სულ გრძელი მათდამი. თქვენ გეუბნებით, მალე დაიცავს მათ. ამ იგავში წარმოდგენილ მოსამართლეს არც სამართლიანობისადმი პატივისცემა გააჩნია და არც გაჭირვებულთა მიმართ თანაგრძნობა. ქვრივს, რომელიც მისგან დაცვასა და მფარველობას ითხოვდა, მუდამ უარით ისტუმრებდა. ქვრივი მასთან სიარულს არ წყვეტდა, თუმცა მხოლოდ უსამართლობას და გულგრილობას აწყდებოდა. მოსამართლემ იცოდა, რომ ქვრივი მართალი იყო და თავიდანვე უნდა დახმარებოდა, მაგრამ არ მოისურვა. მოსამართლეს თავისი ხელმწიფებისა და სიძლიერის გამოჩენა სურდა. ქვრივის დაუსრულებელი ხვეწნა მუდარა და ამაოდ ხოვნა კი მართლმსაჯულების ამპარტავან დამცველს სიამოვნებას ანიჭებდა. მაგრამ ქვრივი იმედს არ კარგავდა და მისი უსამართლობისა და გულგრილობის მიუხედავად კვლავ განაგრძობდა თხოვნას მანამ, სანამ მოსამართლემ მისი საქმის შესწავლა არ დაიწყო. მართალია, ღვთისა არ მეშინია და ხალხისა არ მრცხვენია, თქვა მან, მაგრამ რა კი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს? დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და თავი არ მომაბეზროს. საკუთარი რეპუტაციის გადასარჩენად და მიკერძოებასა და უსამართლობაში მხილების შიშით მან გადაწყვიტა დაეცვა ეს ქვრივი. თქვა უფალმა: გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული? განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ და არ იქნება სულ გრძელი მათდამი. თქვენ გეუბნებით, მალე დაიცავს მათ. აქ მაცხოვარი გვიჩვენებს იმ უდიდეს განსხვავებას, რომელიც ამ უსამართლო მსაჯულსა და ღმერთს შორის არსებობს. მოსამართლემ ბოლოს და ბოლოს შეიწყნარა ქვრივი, მაგრამ მან ეს მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაცავად და ქვრივის თავიდან მოსაშორებლად გააკეთა და არა მის მიმართ სიბრალულისა და თანაგრძნობის გამო. ამ საცოდავი ქალის უბედურება მისთვის არაფერს ნიშნავდა. სულ სხვა ღმერთის იმ ადამიანებისადმი დამოკიდებულება, რომლებიც მას ეძებენ. და რაოდენ დიდია უფლის თანაგრძნობა და სიბრალული მაშვრალთა და გაჭირვებულთა მიმართ. ქალი, რომელიც სასამართლოში სიმართლის საპოვნელად მივიდა, ქვრივი იყო. ამ მარტოხელა, საბრალო ქალმა ვეღარ დაიბრუნა თავისი ადრინდელი მდგომარეობა. ასეა ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც დანაშაულის გამო ღმერთთან კავშირი დაკარგა. თავად მას ხსნის არავითარი საშუალება არ გააჩნია. მაგრამ ქრისტეს მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ უფალთან სიახლოვე. უფლის რჩეულნი მეტად ძვირფასნი არიან მამისთვის. ეს ის ადამიანები არიან, რომელნიც უფალმა ამ ქვეყნიური წყუდიადიდან თავისი დიდების საოცარ ნათელში გამოიყვანა, რათა ისინი წუთისოფლის სიბნელისათვის ანთებულ სანთლებად აქციოს. უსამართლო მსაჯულს სულ არ აინტერესებდა მასთან მოსული სიმართლის მძებნელი ქვრივის დაცვა. მაგრამ მობეზრდა ქალის დაუსრულებელი თხოვნა და იძულებული გახდა დაეცვა იგი მოქიშპისაგან. ღმერთს კი უსაზღვროდ და უანგაროდ უყვარს თავისი შვილები. უფლისათვის დედამიწაზე ყველაზე ძვირფასი მისი ეკლესიაა. რადგან უფლის წილი მისი ხალხია, იაკობი სამემკვიდრეო ხვედრია მისი. მან იპოვა იგი უდაბურ ქვეყანაში, უსახურობაში და უდაბნოს ყმუილში. თავსევლებოდა იგი, თავისი თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა მას. რადგან ასე ამბობს საბაოთ უფალი: დიდების შემდეგ მიმავლენს ხალხებთან, რომლებიც გაძარცვე შენ, რადგან თქვენი შემხებარე მისი თვალის გუგის შემხებარია. ქვრივის თხოვნა დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან, ამ იგავში ღვთის შვილთა ლოცვის სიმბოლოა. მათი უდიდესი მოქიშპე სატანაა. იგია ჩვენი ძმების ცილის მწამებელი,
რომელიც დღე და ღამე ბრალს სდებს და ცილს წამებს მათ უფლის წინაშე. იგი მუდამ იმის მცდელობაშია, როგორმე ღვთის ხალხი დაადანაშაულოს, მოატყუოს და დაღუპოს. და მაცხოვარი ამიგავში სწორედ სატანისა და მისი მსახურთაგან თავის დასაცავად ასწავლის თავის მოწაფებს, დაჟინებით ილოცონ. ზაქარიას წინასწარმეტყველებაში აღწერილია სატანის მცდელობა ბრალი დასდოს ადამიანებს და ქრისტეს საპირისპირო მოქმედება თავისი ხალხის კაცობრიობის მტრისაგან დასაცავად. წინასწარმეტყველი ამბობს: დამანახა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი და სატანა მის ხელმარჯვნივ მდგარი მის მოსაყივნებლად. უთხრა უფალმა სატანას: გიკრძალავს უფალი, სატანავ, გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი აირჩია. განა ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის? იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე. ღვთის ხალხი აქ სამსჯავროს წინაშე მდგარ დამნაშავედაა გამოყვანილი. იეჰოცადაკის ძე იესო, როგორც მღვდელმთავარი, კურთხევას ითხოვს თავისი ხალხისთვის, რომელიც დიდ განსაცდელშია ჩავარდნილი. მის მარჯვნივ კი დგას მისი მოწინააღმდეგე სატანა, რომელიც ბრალსდებს ღვთისშვილებს და ცდილობს სრულიად უიმედოდ წარადგინოს მათი საქმე უფლის წინაშე. იგი მიუთითებს მათ შეცდომებზე, ნაკლზე, მათ დანაშაულსა და ცოდვებზე, იმ იმედით, რომ მათი გამოსწორების უიმედობის გამო ქრისტე უარს იტყვის მათ დახმარებაზე. იესოს, როგორც ღვთის ხალხის წარმომადგენელს, წაყენებული აქვს ბრალდება და ჭუჭყიანი სამოსელი აცვია. მან კარგად იცის თავისი ხალხის ცოდვილი მდგომარეობა და მეტად დათრგუნვილია მძიმე ბრალდებებით. სატანის ბრალდება სულს უმძიმებს და უიმედობით ავსებს მას და მიუხედავად სატანის ასეთი თავდასხმისა, იგი მაინც დგას და განაგრძობს თხოვნას. ცილისწამების საქმე სატანამ ჯერ კიდევ ზეცაში დაიწყო. ადამიანის დაცემის შემდეგ კი ეს დამღუპელი საქმიანობა მან დედამიწაზე განაგრძო, რაც განსაკუთრებით მწვავე ხასიათს მიიღებს წუთისოფლის ისტორიის დასასრულის მოახლოებასთან ერთად. როდესაც დაინახავს, რომ ცოტა დრო დარჩა, სატანა უფრო გულმოდგინედ შეუპოვრად იმოქმედებს, რათა მრავალნი აცდუნოს და დაღუპოს. ახლა კი მის უდიდეს რისხვას იწვევენ ადამიანები, რომლებიც თუმცა უძლურნი და ცოდვილნი არიან, მაგრამ მაინც იცავენ დიდ იეჰოვას მცნებებს. და მზაყვარი ცდილობს ხელი შეუშალოს მათ უფლის რჯულის დაცვაში. უდიდესი სიხარული იპყრობს მას, როცა ღვთისშვილნი რაიმეში ცდებიან და ყველა ხერხს მიმართავს მათი ცდუნებისათვის, რათა ისინი ღმერთს დააშოროს. სატანა ცილს სწამებს ღმერთსაც და იმ ადამიანებსაც, რომლებიც ხელს უწყობენ უზენაეს მისი გეგმების განხორციელებაში, მოწყალებისა და სიყვარულის, თანაგრძნობისა და მიტევების საქმეების ხორცშესხმაში. ღვთიური ძალის ყოველი გამოვლინება მის ხალხში სატანის საშინელ გაშმაგებას იწვევს. იმ დროს, როცა უფალი ადამიანთა კეთილდღეობისთვის ზრუნავს, სატანა გაორკეცებული ენერგიით ცდილობს მათ დაღუპვას. მას ზულს ყოველი ქრისტეში გაძლიერებული. მისი მიზანია ბოროტებისკენ უბიძგოს ხალხს და როცა საწადელი უსრულდება, ბოროტებაში სწორედ იმას ადანაშაულებს, ვინც თავადვე აცდუნა. იგი მიუთითებს მათ გასრულ სამოსელზე, მათ არასრულყოფილ ხასიათზე, მათ ნაკლსა და სუსტ მხარეებზე, მათ უმადურობაზე. იმაზე, რომ ეს ხალხი სრულებით არ ჰგავს ქრისტეს და მხოლოდ არცხვენს თავის მხსნელს და აცხადებს, რომ ყოველივე ამის გამო მას აქვს უფლება დაღუპოს ისინი. სატანა ცდილობს შეაშინოს ადამიანები იმით, რომ მათი მდგომარეობა უიმედოა და უწმინდურებასა და მანკიერებას აღარაფერი ეშველება. ცდილობს იმდენად შეურყიოს რწმენა და ისე აცდუნოს, რომ საბოლოოდ განუდგნენ ღმერთს. ღვთის ხალხს თავად არ ძალუც უპასუხოს სატანის ბრალდებას. ისინი კარგად ხედავენ თავიანთ მანკიერებას და სასოწარკვეთილებამდე მიდიან, მაგრამ იციან, რომ ჰყავთ ღვთიური შუამდგომელი, მაცხოვარი, რომელიც თავისი საქმეებითა და დამსახურებით ამართლებს მათ. ღმერთი თავად არის მართალი და იესოს მორწმუნის გამომართლებელი. ღვთისშვილნი მთელი გულით ევედრებიან მაცხოვარს, უარყოს სატანის ბრალდებები და ამხილოს მისი მზაკვრობა. დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან ევედრებიან ისინი და გოლგოთის ჯვრის დიდებული არგუმენტით აჩუმებს ქრისტე გამძვინვარებულ ცილის მწამებელს. უთხრა უფალმა სატანას: გიკრძალავს უფალი, სატანავ, გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი აირჩია. განა ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?
როცა სატანამ ღვთის ხალხის სულიერ წყუდიათში გახვევა და დაღუპვა მოისურვა, ქრისტე წინ აღუდგა მას. თუმცა ადამიანებმა შესცოდეს, მაგრამ ქრისტემ თავად იტვირთა მათი ცოდვები. წყუდიათს გამოსტაცა ადამიანები ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალებივით. თავისი ხორციელი თვისებებით ქრისტე ადამიანებთან მჭიდროდაა დაკავშირებული, თავისი ღვთიური ბუნებით კი მარად ცოცხალ ღმერთთანაა შეწყმული და მას ძალუძს უშუალოს ცოდვილ ადამიანს და მოხსნას ყველაზე მძიმე ბრალდება. იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე. მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: გახადეთ წვირიანი სამოსელი. უთხრა მას: აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსლით შეგმოსავ. თქვა: დაახურონ თავზე სუფთა თავსაბურველი და ჩააცვან სამოსელი. უფლის ანგელოზი კი იდგა. გამოუცხადა უფლის ანგელოზმა იესოს და უთხრა: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს სამსახურს შეასრულებ, გაუძღვები ჩემს ხალხს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომარეთა შორის, ღვთის ტახტთან მყოფ ანგელოზთა შორისაც კი. ასეთი საზეიმო აღთქმა გამოუცხადა ღვთის ანგელოზმა ცაბაოთ უფლის სახელით იესოს, რომელიც უზენაესის წინაშე წარდგა, როგორც ღვთის ხალხის წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ხალხს მრავალი ნაკლი აქვს, მაცხოვარი არ ტოვებს მათ თავისი სიყვარულისა და მზრუნველობის გარეშე. იგი მის მორწმუნედ ხდის ჭუჭყიან, ცოდვებით დასრულ სამოსელს და თავისი სიმართლის სამოსელს აცმევს. აკმაყოფილებს მათ თხოვნას მიტევების შესახებ და აღნიშნავს ამას ზეციურ წიგნებში, მათი სახელების გასწვრივ. იგი თავის ერად აცხადებს მათ მთელი სამყაროს წინაშე. სატანას კი მკაცრად ამხილებს როგორც მზაკვარსა და მაცდურს. უფალი ღმერთი სამართლიანობას იჩენს თავის რჩეული ხალხის მიმართ. ლოცვა დამიცავი ჩემი მოკიშპისაგან დაცვას ითხოვს არა მხოლოდ სატანისგან, არამედ მის ცრუ მსახურთაგანაც, რომელნიც ატყუებენ და ღუპავენ ადამიანებს. ისინი, ვინც უფლის მცნებათა აღსრულების გზით სიარული გადაწყვიტა, საკუთარი გამოცდილებით მიხვდებიან, თუ რა ძლიერ ბოროტ ბნელ ძალებთან აქვთ საქმე. ეს მტრები დაბრკოლებას უქმნიდნენ ქრისტეს ყოველ ნაბიჯს. მოქმედებდნენ რა ადამიანისათვის უჩვეულო სიჯიუტით და შეუპოვრობით. ქრისტეს მოწაფენი თავიანთი უფლის მსგავსად მუდამ ხვდებოდნენ წუთისოფელში მსგავს ცდუნებებს. წმინდა წერილი გვამცნობს თუ რა მდგომარეობა იქნება წუთისოფელში ქრისტეს მეორედ მოსვლისას. იაკობ მოციქული გვეუბნება, რომ დედამიწაზე ძლიერ იმატებს სიხარბე და ძალადობა. იგი წერს: ახლა თქვენ ციტირეთ, მდიდრებო, დაუნჯებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისთვის. აჰა, მუშაკთა საზღაური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, ღაღადებს და მომკელთა ღაღადი უფალ ცაბაოთის ყურამდე აღწევს. თქვენ განცხრომას ეძლეოდით ქვეყანაზე და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისთვის გულები დაისუქეთ. თქვენ მსჯავრი დასდეთ და მოჰკალით მართალი, ის კი არ გაგიძალიანდათ. იგივე სურათს უმზერთ დღესაც. ძალადობისა და გამოძალვის გზით მდიდრდებიან ადამიანები მაშინ, როცა მათ გარშემო მყოფ მშიერთა და უქონელთა ღაღადი ცასს წვდება. უკან დაიხია სამართალმა და შორს განდგა სიმართლე, რადგან წაბორძიგდა სიმართლე მოედანზე და პატიოსნება ვეღარ შემოდის. აღარ არის ჭეშმარიტება და ბოროტისაგან გამდგარი წარტყევნილია. ეს წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ ქრისტეს დედამიწაზე ყოფნის დროს აღსრულდა მაცხოვრის ცხოვრებაში. იგი ღვთისმცნებათა ერთგული აღმსრულებელი, ადამიანთა წესებსა და ტრადიციებზე მაღლა უფლის რჯულს აყენებდა. ამისთვის ზულდათ და დევნიდნენ. ისტორია მეორდება. დღეს ადამიანთა კანონები და წესჩვეულებანი უფლის მცნებებზე მაღლა დგას. მათი ერთგულად დამცველი კი სასტიკად იდევნება და შეურაცხყოფილია. ქრისტეს ბრალად დასდეს შაბათის დარღვევა და მკრეხელობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უფლისადმი ერთგულება შეინარჩუნა. ეშმაკეულიც კი უწოდეს და ველზებელად გამოაცხადეს. ასევე ადანაშაულებენ და ცრუდ წარმოადგენენ მის მიმდევრებსაც. ასე შეუპოვრად იღწვის სატანა, რათა აცდუნოს ადამიანები და გააყალბოს ღვთიური ჭეშმარიტებანი. მსაჯული, რომელსაც არც ღვთისა ეშინოდა და არც ხალხის რწხვენოდა, ქრისტეს იგავში მოყვანილია იმ სამსჯავროს დასახასიათებლად, რომლის წინაშეც სულ მალე მაცხოვარი თავად უნდა წარმდგარიყო. ამიგავით იგი ასწავლის თავის ხალხს, თუ რამდენად არასაიმედონი არიან ამა ქვეყნის მთავარნი და მსაჯულნი ადამიანის უბედურების ჟამს.
უფლის ერთ გულთ ხშირად უხდებათ დგომა იმ ოფიციალურ პირთა წინაშე, რომლებიც ხელმძღვანელობენ არა ღვთის სიტყვის რჩევა და რიგებებით, არამედ თავიანთი მოუთოკავი, მანკიერი ვნებებითა და სურვილებით. იგავით უსამართლო მსაჯულის შესახებ ქრისტე გვასწავლის თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ? თავად მაცხოვარს, რომელიც ჩვენთვის ყველაფერში მაგალითია, არც კი უცდია თავის მართლება და დაცვა. მან თავისი ბედი ღმერთს მიანდო. ასეთივე მოქმედება გვმართებს ჩვენს. არ არის საჭირო ბრალდებისაგან თავის დასაცავად ბრალმდებელს უშივლოთ ან საკუთარ ძალებს დავეყრდნოთ. განსაცდელის ჟამს, რომელსაც ჩვენი აზრით არ ვიმსახურებთ, სიმშვიდე და თავშეკავება არ უნდა დავკარგოთ. რა უსამართლოდაც არ უნდა მოგვექცნენ, არ უნდა დავიბნეთ და ავყელდეთ. არც შურის გებაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ამით მხოლოდ საკუთარ თავს ვავნებთ. უფლის მიმართ უნდობლობას გამოვივლენთ და სულიწმინდას შეურაცხყოფთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს მხარეზეა ერთგული მოწმე, ზეციური მაცნე, რომელიც ჩვენს ნაცვლად ებრძვის მტერს და რომელიც თავისი სიმართლის ბრწყინვალე სხივებით დაგვფარავს. სატანა ვერ შეძლებს ამ ნათელი სხივის ძლიერი ჯავშნის გარღვევას და ჩვენს დაღუპვას. სანამ წუთი სოფელში ბოროტება არსებობს, ნურავინ მოიტყუებს თავს იმით, რომ განსაცდელი გვერდს აგვივლის, რადგან სწორედ ეს სიძნელეები მიგვიყვანს უფლის ტახტთან. ყველაფერში რჩევა უნდა ვკითხოთ მას, ვინც თავად არის სრულყოფილებისა და სიბრძნის წყარო. უფალი ამბობს, მომიხმე მე გაჭირვების დღეს. იგი თავისთან გვიხმობს ყოველი ჩვენი გასაჭირითა და პრობლემებით, რათა გვანუგეშოს და ღვთიური დახმარების ხელი გამოგვიწოდოს. იგი მოგვიწოდებს დაჟინებით, შეუპოვრად ვილოცოთ. როგორც კი რაიმე გაგვიჭირდება, მყისვე გულწრფელად, მგზნებარე ლოცვებით უნდა ვთხოვოთ დახმარება უზენაეს. ჩვენი ასეთი ლოცვები ღვთის მიმართ ჩვენს უდიდეს ნდობაზე მეტყველებს. გაჭირვება გვაიძულებს ვილოცოთ დაჟინებით, ჩვენი ზეციერი მამა კი ჩვენს ყველა თხოვნას ისმენს და თანაგვიგრძნობს. ადამიანები, რომლებიც თავიანთი რწმენის გამო დევნასა და შევიწროვებას განიცდიან, ხშირად ფიქრობენ, რომ ღვთისაგან მიტოვებულნი არიან. საზოგადოების თვალში ისინი ერთ მუჭა უმცირესობას წარმოადგენენ. მათი მტრები მათზე გამარჯვებას ზეიმობენ, მაგრამ ნუ შეიწუხებენ თავს მსგავსი ფიქრებით. ის, ვინც მათთვის სიცოცხლე გაწირა, ვინც მათი ტანჯვა და მწუხარება იტვირთა, არასოდეს დაივიწყებს მათ. არ მიუტოვებია უფალს თავისი შვილები ბედის ანაბარა, დაცვის გარეშე. ლოცვა ამოძრავებს ყოვლის შემძლე ღმერთის ხელს. ლოცვით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს, შრეტდნენ ცეცხლის ძალას. ჩვენთვის გასაგები გახდება ყოველივე ამის მნიშვნელობა, როდესაც რწმენისათვის წამებულთა ისტორიას გავეცნობით, რომლებიც ლოცვით დევნიდნენ უცხოთა ჯარებს. თუ კი უფლის სამსახურში ჩავდგებით, არასოდეს შეგვექმნება ისეთი მდგომარეობა, უფალმა რომ გამოსავალი ვერ მოძებნოს. რა მძიმე მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოუჩნდეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ გვყავს საიმედო მეგზური, რომელიც წინ გაგვიძღვება, საიმედო მრჩეველი, საიმედო მეგობარი, რომელიც ყოველთვის თანაუგრძნობს მარტო დარჩენილებს, მგლოვიარეებს და დამწუხრებულებს. თუ კი ჩვენი უმეცრების გამო რაიმე შეცდომას დავუშვებთ, ქრისტე არ მიგვატოვებს. მუდამ გვახსენებს იგი წმინდა და ნათელი, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. და იგი იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, რომელსაც არ ჰყავს შემწე. უფალი აცხადებს, რომ მასთან მისულნი, მისი ერთგული მსახურნი განადიდებენ მის სახელს. სულს, რომელიც შენ გენდობა, იფარავ მშვიდობაში, რადგან შენზეა მონდობილი. ყოვლადძლიერი თავისი ხელით გვიკვალავს გზას და წინ მიგვიწვის. პირდაპირი არის ამბობს უფალი და მე დაგეხმარები. შენ ჩემი სახელის განდიდება გსურს და რასაც ითხოვ, მოგეცემა. მე გამდიდდები მათ წინაშე, ვინც შენს დამარცხებას ელის. იხილავენ ისინი ჩემი სიტყვის დიად გამარჯვებას, ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ. მოუხმეთ ღმერთს ყოველნო ტანჯულნო და უსამართლოდ დევნილნო. გამოერიდეთ მათ, ვისაც გულის ნაცვლად გვაუდევს მკერდში. შესთხოვეთ შემოქმედს ყოველი, რაც გსურთ. მასთან მონანიებით მისულს არასოდეს გაუცრუებს იმედს. არც ერთ გულწრფელ ლოცვას არ დატოვებს იგი უპასუხოდ. მის სადიდებელ ზეციურ საგალობელთა ხმებშიც კი ესმის ღმერთს უმწეო ადამიანის ლოცვა. ჩვენს ჩუმლოცვებში გამოთქმული გულთა სურვილები, შინ თუ გარეთ,
სამყაროს mbრძანებლის ტახტს სწუდება. შესაძლოა იგი ადამიანის ყურთაგან დაფარულია, მაგრამ არ იკარგება არც სიჩუმეში და არც წუთისოფლის საქმიან ხმაურში. შეუძლებელია ადამიანის სულის სურვილთა დათრგუნვა. იგი სცილდება ხმაურიან ქუჩებს, ამქვეყნიურ ამაოებას და სწუდება ზეციურ სავანეებს. ჩვენი ლოცვები პირდაპირ მასთან მიდის, ვისი მისამართითაც ვაგზავნით. რაოდენ უღირსადაც არ უნდა ჩათვალოთ თავი, მიანდეთ თქვენი საქმეები ღმერთს. როდესაც უფალმა ქრისტეში თავი წუთისოფლის ცოდვებს შესწირა, მაშინ ყოველი ადამიანის საქმეც თავად იტვირთა. ის, ვინც საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასთვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგუმადლებს? განა ჩვენს განსამტკიცებლად და გასამხნევებლად ნათქვამ თავის მოწყალე სიტყვას არ შეასრულებს იგი? არაფერი ისე ძლიერ არ სურს ჩვენს მხსნელს, როგორც სატანის ტყვეობიდან ჩვენი გათავისუფლება. მაგრამ მისი ხელმწიფებისაგან თავის დახსნამდე, რომელიც გარედან მოქმედებს, მისგან შინაგანად უნდა გამთავისუფლდეთ. უფალი გვაძლევს გამოცდას, რათა განვიწმინდოთ ამ ქვეყნიური მანკიერი, უხეში არაქრისტიანული თვისებებისგან, სისუსტეებისა და ეგოიზმისგან. იგი ნებას გვრთავს ტანჯვის ძლიერმა, ღრმა ნაკადმა განვანოს ჩვენი გულები, ვინაიდან მხოლოდ ამით შევიცნობთ მას და წუთისოფელში მოსულ მის ძეს, იესო ქრისტეს. ცხოვრებაში შესაძლოა შეგხვდეს მრავალი გაჭირვება, რომელთა წყალობითაც ბოლოს და ბოლოს განწმენდის სურვილი გაგვიჩნდება და განახლებულნი ბედნიერებას მოვიპოვებთ. ეგოიზმით დამძიმებული გული ხშირად იწრთობა ცეცხლით გავარვარებულ ქურაში და თუ კი მოთმინებით გავუძლებთ მას, ღვთიურ ხასიათს შევიძენთ. როდესაც მიზანი, რისთვისაც უფალი ჩვენ ცხოვრებაში განსაცდელს უშვებს მიღწეულ იქნება, მაშინ იგი გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს შუადღესავით. ნუ შეგვაშინებს იმაზე ფიქრი, რომ უფალი არ შეისმენს და უყურადღებოდ დაატოვებს თავისი ხალხის ლოცვას. საშიში მხოლოდ ის არის, რომ განსაცდელსა და გაჭირვებაში მყოფი ადამიანები სულით არ დაეცნენ, იმედი არ გაუცრუვდეთ და ლოცვაში დაჟინებული თხოვნა არ შეწყვიტონ. ღვთიური თანაგრძნობა გამოიჩინა მაცხოვარმა სიროფინიკიელი დედაკაცის მიმართ. გულის სიღრმემდე შეძრა იგი დედის მწუხარებამ. მთელი გულით სურდა დაერწმუნებინა ეს ქალი, რომ მისი ლოცვა შესმენილია, მაგრამ ისიც სურდა, რომ ეს შემთხვევა განსაკუთრებული გაკვეთილი ყოფილიყო მის მოწაფეთათვის. ამიტომ რამდენიმე ხანს თითქოს და უყურადღებოდ დატოვა გატანჯული დედაკაცის თხოვნა. მაგრამ როდესაც მან თავისი მტკიცე რწმენა გამოავლინა, მოიწონა იგი მაცხოვარმა, გაამხნევა და თხოვნა აუსრულა. მოწაფეებს არასოდეს ავიწყდებოდათ ეს შემთხვევა, რომელიც წმინდა წერილშიც კი ჩაიწერა, რათა ყველას ეხილა დაჟინებული ლოცვის დიდებული შედეგი. ქრისტემ თავად ჩაუდო გულში ამ დედაკაცს ასეთი შეუპოვარი სული, რომლის უარყოფაც შეუძლებელი იყო. თავად ქრისტემ მისცა ამ ქვრივ სულიერი სიმტკიცე, რომლითაც იგი მსაჯულისაგან სამართლიანობას ითხოვდა. თავად ქრისტემ მისცა იაკობს ურყევი რწმენა იქ, იაბოკის შესაყართან, მრავალი საუკუნის წინათ, ღამის იდუმალ ბრძოლაში გასამარჯვებლად. ნდობა და რწმენა, რომელსაც იგი ადამიანებს აძლევდა, არასოდეს რჩებოდა საზღაურის გარეშე. ის, ვინც ზეციურ საწმინდარში სუფევს, სამართლიანი მსაჯულია. ხალხი, რომელიც ამ ცოდვილ წუთისოფელში ცდუნებებს ებრძვის, ქრისტეს ბევრად უფრო ახარებს, ვიდრე ურიცხ ანგელოზთა გუნდი, რომელიც მის ტახტს გარს ახვევია. მთელი ზეციური სამყარო ძლიერაა დაინტერესებული ჩვენი პატარა პლანეტით, ვინაიდან ქრისტემ უზომოდ დიდი საფასური გაიღო მის მაცხოვრებელთა გადასარჩენად. უხილავი ძაფებით დაუკავშირა კაცობრიობის მხსნელმა დედამიწა ზეცას, რადგან აქ უფლის გამოსყიდულნი ცხოვრობენ. ზეციური ანგელოზები დღესაც ისევე ჩამოდიან დედამიწაზე, როგორც ძველად, როცა აბრაამსა და მოსეს ესაუბრებოდნენ. დედამიწის დიდ საქმიან ქალაქებში, მის ხალხით სავსე ქუჩებში, სავაჭრო ცენტრებსა და გართობის ადგილებში, სადაც დილიდან საღამომდე ადამიანები ამქვეყნიური საქმეებით, სპორტითა და გართობებით არიან დაკავებულნი, სადაც ყოველივე ეს მათ ცხოვრების მიზნად გაუხდიათ, სადაც უმრავლესობას ზეციურ განძე ფიქრი სრულიად დავიწყებია, უფალს ყავს თავისი წარმომადგენელნი და თავისი ერთგული მსახურნი. უხილავი ზეციური მეთვალყურენი ადამიანის ყოველ სიტყვასა და საქმეს უდიდესი ყურადღებით აკვირდებიან. ყოველ შეკრებაზე, საქმიანი იქნება ის თუ გასართობი, ყველა ღვთისმსახურებაზე მსმენელთა რიცხვი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე ადამიანის თვალი ხედავს. დრო და დრო ზეციური არსებები სწევენ ფარდას, რომელიც უხილავი სამყაროსგან გვყოფს,
რათა ჩვენი ყურადღება ჩვენი ყოველდღიური ქაოსური ცხოვრებიდან ზეცისკენ მიმართონ და გაგვახსენონ, რომ ჩვენ გარშემო არიან უხილავი მოწმენი, ვისთვისაც ცნობილია ყოველი ჩვენი სიტყვა და საქმე. საჭიროა უკეთესად გავიგოთ, თუ რაში მდგომარეობს დედამიწაზე წვეულ ანგელოზთა მისია. უკეთესი იქნებოდა, თუ არ დავივიწყებდით, რომ ჩვენ საქმიანობაში მუდამ გვეხმარებიან ეს მზრუნველი არსებები. ეს ნათელი და წმინდა არსებები თავმდაბალთა და სათნოთა მოსანახულებლად მოდიან. ეხმარებიან მათ, ვისაც სჯერა უფლის სიტყვისა და ვინც რწმენით ითხოვს უფლის აღთქმის შესრულებას. ქერუბიმებს, სერაფიმებსა და ანგელოზებს, რომელთა რიცხვი 10,000-ჯერ 10,000 და 1000-ჯერ 1000-ია, უდიდესი ძალა გააჩნიათ. ისინი ქრისტეს გვერდით დგანან და ყველანი მომსახურე სულები არიან, მათ და სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს. ეს ზეციური მაცნენი გულმოდგინედ იმახსოვრებენ ადამიანთა ყოველ სიტყვასა და საქმეს. ღვთისშვილთა მიმართ გამოვლენილი ყოველი სისასტიკე და უსამართლობა, ყველაფერი, რასაც ისინი ურჯოლოთაგან ითმენენ, ზეციურ წიგნებში იწერება. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეხაღადებენ და არ იქნება სულგრძელი მათდამი. თქვენ გეუბნებით, მალე დაიცავს მათ. მაშინ მიატოვებთ თქვენს გაბედულებას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს. მოთმინება გმართებთ თქვენ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული. ვინაიდან კიდევ ცოტა, ძალიან ცოტა და მოვა, რომელიც უნდა მოვიდეს, არ დააყოვნებს. აჰა, მიწის მუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, სულგრძელად ელის ადრეული და გვიანი წვიმის მოსვლას. თქვენც ისულგრძელეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოებულია უფლის მოსვლა. საოცრად სულგრძელია უფალი. დიდხანს ელის სამართლიანობა სანამ მოწყალება ცოდვილთათვის შუამდგომლობს, მაგრამ სიმართლითა და განსჯით არის წარმართული მისი ტახტი. სულგრძელია უფალი და დიდძალოვანი, დაუსჯელს არავის გაუშვებს. გრიგალშია უფალი და ქარბორბალაშია მისი სავალი, ღრუბელი მის ფერხთა მტვერია. წუთისოფელი თავხედურად არღვევს უფლის რჯულს. უზენაესის დიდ სულოვნებას ადამიანები მისი ავტორიტეტის შელახვით პასუხობენ. ისინი ერთიანდებიან, რათა სასტიკად მოექცნენ და შეავიწროვონ ღვთის მემკვიდრენი. და ამბობენ, როგორ შეიტყობს ღმერთი, განა აქვს გაგება უზენაეს? მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელსაც ისინი ვერ გადალახავენ. ახლოა ჟამი, როდესაც ისინი ამ ზღვარს მიაღწევენ. დღეს უკვე თითქმის აივსო უფლის სულგრძელების, მისი მადლისა და წყალობის თასი. მალე აღდგება უფალი თავისი სახელისა და ხალხის დასაცავად, თავის ერთგულთა გასათავისუფლებლად, რათა სამუდამოდ მოისპოს ბოროტება და უსამართლობა. ნოეს დღეებში ადამიანებმა იმდენად დაივიწყეს უფლის რჯული, რომ შემოქმედს აღარავინ იცნობდა დედამიწაზე. იმდენად საშინელი ფორმა მიიღო ადამიანთა უწმინდურებამ, რომ უფალი იძულებული გახდა წარღვნით გაენადგურებინა წუთისოფელი და მიწის პირისაგან აღეგავა მისი უწმინდური ბინადარნი. თაობიდან თაობამდე ღმერთი თავის საქმეებით ეცხადებოდა ადამიანებს. ხოლო როცა კრიტიკული მომენტი დადგა, პირადად გამოეცხადა წუთისოფელს, რათა მის საქმეებში ჩარეულიყო და სატანის გეგმები ჩაეშალა. უფალი ხშირად უშვებდა მთელი ერების, ოჯახებისა და ცალკეული პიროვნებების კრიზისულ მდგომარეობას, რათა მისი ჩარევა უფრო ცხადი და ნათელი ყოფილიყო. ასეთ მომენტებში ყველა ნათლად ხედავდა, რომ არის ღმერთი ისრაელში, რომელიც აღადგენს თავის რჯულს და დაიცავს თავის ხალხს. დღეს ურჯულოების საყოველთაო ზეიმის ფონზე თვალნათლივ მოჩანს უკანასკნელი უდიდესი კრიზისის მოახლოება. დღეს, როცა დედამიწის ყველა კუთხეში ღვთისშვილებს მათივე თანამემამულეები ავიწროებენ და დევნიან, უფლის ჩარევა აუცილებელია. ახლოვდება დრო, როდესაც უფალი გვეტყვის: წადი, ჩემო ხალხო, შედი შენს ოთახებში და გამოიკეტე კარები. ერთი წამით დაიმალე, სანამ რისხვა გადაივლიდეს. რადგან უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, რათა დასაჯოს ქვეყნის მცხოვრებნი მათი ურჯოლოებისათვის და გამოაჩენს ქვეყანა თავის სისხლს და ვეღარ დაფარავს თავის დახოცილებს. დღეს ბევრ ეგრეთ წოდებულ ქრისტიანს ჯერ კიდევ შეუძლია გაძარცვოს და შეავიწროვოს ღარიბნი და უქონელნი. მოატყუოს ქვრივ ობლები, გამოავლინოს თავისი სატანური სიძულვილი მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ დაიმონა ღვთის შვილთა სინდისი. მაგრამ ყოველივე ამის გამო ისინი ღვთის სამსჯავროს წინაშე წარდგებიან და ექნება უმოწყალო მსჯავრი უმოწყალოს. ახლოვდება ჟამი, როცა ეს ადამიანები მთელი წუთისოფლის მსაჯულის წინაშე წარდგებიან და პასუხს აგებენ იმ სულიერი და ფიზიკური ტკივილისთვის,
რომელიც მათ უფლის მემკვიდრეებს მიაყენეს. ჯერ კიდევ შეუძლიათ ცილი დასწამონ, დასცინონ უფლის მიერ გამწესებულ მისივე საქმეების აღმსრულებლებს. დაადონ ბორკილები და საპყრობილეში ჩააგდონ, მოსპონ და გაანადგურონ, მაგრამ ყოველივე მიყენებული ტკივილისთვის, ყოველი დაღვრილი ცრემლისთვის პასუხისგება მოუწევთ. ორმაგად მიუძღავს უფალი მათ დანაშაულისათვის. განდგომილი ეკლესიის სიმბოლოსთან, ბაბილონთან დაკავშირებით ასე მიმართავს უფალი ღმერთი მათ, ვინც მასთან ერთად უნდა აღასრულოს სამსჯავროს საქმეები. მისმა ცოდვებმა ცას უწია და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი. მიუძღეთ მას, როგორც მან მოგიზღოთ და ორმაგად მიაგეთ მისი საქმეების მიხედვით. სასმისში, რომელშიც აზევებდა ღვინოს, ორმაგად შეუზავეთ მას. ინდოეთიდან, აფრიკიდან, ჩინეთიდან, ოკეანეთა კუნძულებიდან, ეგრეთ წოდებული ქრისტიანული ქვეყნებიდან, ყოველი მხრიდან აღწევს უბედურ ადამიანთა გლოვა და ვაება. დიდხანს არ დარჩება უპასუხოდ ეს ვედრებანი. მალე განწმენს დედამიწას უფალი, მხოლოდ არა წარღვნის წყლებით, როგორც ეს ნოეს დღეებში იყო, არამედ ცეცხლით, რომელსაც ვერავინ ჩააქრობს. ისეთი ვაების დრო მოვა ხალხის არსებობიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება. მანსარდებიდან, ფარდულებიდან, სარდაფებიდან, ეშაფოტებიდან, მთებიდან და უდაბნოებიდან, გამოქვაბულებიდან და ოკეანის ფსკერიდან გამოიყვანს ქრისტე თავის ერთგულ შვილებს. აქ, წუთის სოფელში, ისინი წვალობდნენ და იტანჯებოდნენ. მათგან მილიონობით ადამიანი შერცხვენილი ჩავიდა საფლავში, რადგან მათ სატანის ცრუ დაპირებებს არ დაუჯერეს. ადამიანურმა მართლმსაჯულებამ ბოროტ დამნაშავეებად შერაცხა ღვთისშვილნი, მაგრამ მალე დადგება დღე, როცა კაცობრიობას თავად უფალი ღმერთი განიკითხავს. იმ დღეს გაუქმდება ადამიანთა განაჩენი. იმ დღეს სირცხულს მოხოცავს თავის ერს მაცხოვარი. ყოველ მათგანს თეთრი სამოსელი მიეცემა და უწოდებენ მათ წმინდა ერს, უფლის გამოსყიდულთ. რა მძიმეც არ უნდა იყოს დედამიწაზე ღვთისშვილთა ხვედრი, რა ტანჯვა და დევნაც არ უნდა განიცადონ თვით სიკვდილამდეც კი, უხვია მათი საზღაური. ისინი იხილავენ მის სახეს და მისი სახელი შუბლზე ეწერებათ.